ივან ილინი, ადამიანი, რომლის იდეებსაც ვლადიმერ პუტინი დღემდე ხშირად ახსენებს. ვინ იყო ეს ფილოსოფოსი? 1883 წელს დაბადებული ივან ილინი იურისტი და პოლიტიკური მოაზროვნე გახლდათ. 1917 წლის ბოლშევიკური რევოლუციის შემდეგ მან კომუნისტური ხელისუფლება გააკრიტიკა, რის გამოც 1922 წელს საბჭოთა კავშირიდან გააძევეს. ემიგრაციაში ილინი წერდა, რომ რუსეთს ძლიერი ხელისუფლება, ეროვნული ერთიანობა და საკუთარი, დასავლეთისგან განსხვავებული განვითარების გზა სჭირდებოდა. მისი იდეები დღემდე კამათის საგანია. ზოგი ისტორიკოსი მას რუსული ავტორიტარული და ფაშისტური აზროვნების ერთ-ერთ წინამორბედად მიიჩნევს. სხვები კი ამბობენ, რომ ის პირველ რიგში კონსერვატორი და მონარქისტი ფილოსოფოსი იყო, რომლის შეხედულებების ფაშიზმთან სრულად გაიგივება არასწორია. ერთი რამ ფაქტია. ვლადიმერ პუტინს ივან ილინი არაერთხელ უხსენებია საჯარო გამოსვლებში, ხოლო მისი ნაშრომები თანამედროვე რუსეთის პოლიტიკური აზროვნების განხილვისას ხშირად მოიხსენიება. შემთხვევითია ეს, თუ ილინის იდეებმა მართლაც მოახდინა გავლენა თანამედროვე რუსეთზე. დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში. ვრცლად სტატია წაიკითხეთ საიტზე ცნობისთვის.com.